Hello, Mrs. Jennifer. I'm calling you from the company called Golden Currencies. Hola. Hola, Ana Augusta, mi nombre es Esteban Fernández, la llamo por su anterior registro en Bitcoin 360. Оксана, здравствуйте. Здравствуйте. Оксана, меня зовут Леонид, компания «Адмирал». Hallo, hören Sie mich? Ja, Alex. Spreche ich mit Frau Herzberg, ja? Schönen guten Tag. Hier spricht Leonard Lambert von Finanzbörsenaufsichtsbehörde. Hello, this is Lana Lehman's in the line. I'm your financial advisor from Golden Currencies. სინამდვილეში ყველას ატყუებენ. ზარის არც ერთი ავტორი არ არის დასახელებული კომპანიის წარმომადგენელი. ყველა მათგანი საქართველოში მოქმედი თაღლითური კოლ-ცენტრის თანამშრომელია. If you go back on her Facebook history, you can see she lived in much. სტუდია მონიტორი OCCRP-სთან და 30-ზე მეტ მედიასთან ერთად თვეების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე. შევისწავლეთ თაღლითური კოლ-ცენტრიდან გამოჟონილი ასობით ათასი დოკუმენტი, სატელეფონო ზარები და სამუშაო კომპიუტერების ჩანაწერები. ეს მასალები შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა SVT მოიპოვა. ჟურნალისტურ გამოძიებაში მოგიყვებით ქართველის კამერების, იგივე თაღლითების შესახებ. მსხვერპლებს ფულის სარფიანად დაბანდებას პირდებიან, შემდეგ კი მათ ძარცვავენ. გიამბობთ ვინ დგას მათ უკან და როგორ მუშაობს სქემა, რათა მაქსიმალურად მეტი ფული გამოსწავლონ ადამიანებს ევროპიდან კანადამდე. ქართველის კამერის ერთ-ერთი მსხვერპლია კანადელი მარსელ დეშამი. 60 წლის მამაკაცი ონტარიოში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა და თანხას წლების განმავლობაში ზოგავდა. მას შემდეგ რაც თაღლითურ მახეში გაება, უკანასკნელი ცენტიც დაკარგა. ყველაფერი დაიწყო Facebook-ზე განთავსებული რეკლამით. ვიპოვნე რეკლამა ინტერნეტში, კერძოდ Facebook-ში. რამდენიმე რეკლამა იყო, სადაც ჯასტინ ტრუდო და ილონ მასკი საუბრობდნენ Quantum AI-ზე. ეს რეკლამები სიმართლეს გავს. გეუბნებიან, რომ შენი ინვესტიცია 4-ჯერ უფრო გაიზრდება. ეს ყველა დაპირება სიცრუეა. სოციალურ ქსელში განთავსებული ყალბი რეკლამა, სადაც თითქოს ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, მსხვერპლებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. დამაჯერებელი რეკლამით მოხიბლული ადამიანები გადადიან ბმულზე. უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად კი პლატფორმა მათ საკონტაქტო მონაცემების შეყვანას სთხოვს. მონაცემების მითითების შემდეგ ეს ყალბი გვერდები ინფორმაციას თაღლითურ კოლ-ცენტრებზე ყიდიან. ერთი ადამიანის საკონტაქტო მონაცემებს 1000 ევროდ. ამის შემდეგ კი საქმეში კოლ-ცენტრის აგენტები ერთვებიან. გადავედი ერთ-ერთ რეკლამაზე და 5 წუთში დამირეკეს. მითხრეს, რომ გადამამისამართებდნენ ფინანსურ დეპარტამენტთან. როცა ამას გააკეთებ, შემდეგ ისინი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას გთხოვენ. როცა დაადასტურეს ჩემი პირადობა, მცირე თანხის ინვესტირება შემომთავაზეს და მითხრეს, რომ მოგებას მივიღებდი. ძალიან დიდ მოგებას. გეუბნებიან, რომ თუ 350 ევროს ინვესტიციას განახორციელებ, გექნება გარკვეული მოგება. თუ 1000 ან 10000 ევროზე გადარიცხავ, გაცილებით დიდ მოგებას კვირდებიან. გეუბნებიან, რომ შენ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ. გეუბნებიან, რომ ძალიან დიდ მოგებას მიიღებ. იმისთვის, რომ მსხვერპლს მაქსიმალურად მეტი თანხა გამოსცალოს, სკამერი მას არ წმუნებს გადმოწეროს აპლიკაცია AnyDesk-ი ტელეფონსა და კომპიუტერში. If my clients are struggling to find something that they need to find out how their trading experience goes, that's when I suggest them, right? That's when I advise them to download the application called AnyDesk, which helps me to assist my clients to show them what they need to click on and what they need to go into, right? So, can we open the AnyDesk? Can you do that? Okay, in your computer we need an AnyDesk, okay? გაჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ ისინი აკვირდებიან მსხვერპლის ყველა მოქმედებას, მათ კომპიუტერებსა და ტელეფონებში. სრული ცდომა აქვთ პირად ინფორმაციაზე, მათ შორის ისეთზე, როგორიც არის საბანკო ანგარიშები. ამრიგად, აგენტებმა ზუსტად იციან, რომელ მსხვერპლს რა დანაზოგი აქვს. თუ მათ გვერდზე ხარ შესული, მათ აქვთ საკუთარი პლატფორმა. ფული, რომელსაც შენ რიცხავ,
ისინი ამ პლატფორმაზე ეკრეფენ რიცხვებს და შენ ფიქრობ, რომ ეს შენი თანხაა. ყველაფერი ნამდვილი გონია. შენს კომპიუტერში შედიხარ, სავაჭრო პლატფორმაზე და ხედავ, რომ თანხები იზრდება, რასაც გიჩვენებენ რეალური ჩანს. ძალიან ჰგავს სიმართლეს. როდის შეგეპარათ ამ ყველაფერს შეეჭვი? როცა ფულის გამოტანას ცდილობ, ყოველთვის შეუძლებელია. სულ რაღაც საკომისიოა ფულის გამოტანის, უფრო და უფრო მეტი საკომისიო, მაგრამ ვერასდროს იბრუნებ ამ თანხას. ეს ყველაფერი თაღლითობაა. თაღლითური კოლცენტრის თანამშრომლები თვეების განმავლობაში ძარცვავდნენ მარსელს. ისინი არ წმუნებდნენ მამაკაცს დაებანდებინა მთელი ცხოვრების დანაზოგი ყალბ კრიპტოვალუტაში. მარსელს მხოლოდ დოლარი გადარჩენოდა და არ იცოდა როგორ გადაიხდიდა გადასახადებს. მალე მის ტელეფონზე ზარი გაისმა. Hey Paul, how's it going? This is Mary Roberts on the phone, your financial advisor. ქალი თავს მერი რობერტს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ პროფესიონალი კრიპტო ექსპერტი იყო. ის მარსელს დაკარგული ფულის უკან დაბრუნებას დააპირდა. I trusted her. მე მას ვენდე. ის ძალიან დამაჯერებელი იყო. მითხრა, რომ ფულის უკან დაბრუნებაში დამეხმარებოდა. მან დამატებით მთხოვა თანხის ჩარიცხვა, რათა ჩემი იქამდე ჩარიცხული თანხების უკან მიღება შემძლებოდა. თუმცა ეს არასდროს მომხდარა. ის ერთი თვის განმავლობაში მიკავშირდებოდა. ქალი, რომელიც მარსელს მერი რობერტსის სახელით გაეცნო, მამაკაც ნდობის მოსაპოვებლად ყალბ ფოტოებს უგზავნიდა. ეს ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც კოლცენტრის აგენტები იყენებენ. ქალები მეტწილად მამაკაცებს ურეკავენ. ინტერნეტში მოპოვებული მოდელების ფოტოებს უგზავნიან და ატყუებენ, რომ ასე გამოიყურებიან. კაცი აგენტები კი მსხვერპლად ქალებს ირჩევენ. She was trying to be very friendly, over friendly. ის ძალიან კეთილი ჩანდა. საყვარელი ხმა ჰქონდა. ძალიან ცდილობდა, რომ მეგობრული ყოფილიყო. მან მე დამარწმუნა. ის ძალიან დამაჯერებელი იყო. კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მარსელს მარი რობერტსის სატელეფონო ზარი შეახსენა. Of course, but I give you the promise. I give you my word. I promise you, you will get it. Don't worry. How do you imagine me putting you in trouble? I will never do that. I will never do that. She will never do that. დიახ, თქვა რომ არასდროს გააკეთებდა, მაგრამ გააკეთა. მან მე ცენტის გარეშე დამტოვა. სრულიად გამძარცვა. არაფერი დარჩა ანგარიშზე. ყველაფერი სიცრუე იყო. ყველაფერი იყო თაღლითობა. მან მე გამაცურა. როდესაც მარსელი მიხვდა, რომ გაძარცვეს, მერი რობერტს დაურეკა და დაემუქრა, რომ კანადის პოლიციაში უჩივლებდა. მერიმ აღიარა, რომ მარსელი მოატყუა და დასცინა. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი გაჟონილი დოკუმენტებიდან მოვიპოვეთ. კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა CBC-მ აუდიო ჩანაწერი მარსელ დეშამს კიდევ ერთხელ მოასმენინა. So I want my money right now. You will never see it in your entire life again until Because you have not $1 fucking for my next 2 weeks. How the fuck am I supposed to live? Marcel, I will Might as send well you some fucking money. kill and I will... myself right now. Oh, just go ahead and kill yourself. You're a liar. But I'm All these really fake, good at it. I'm really good at it, right? So I'll give it to the cops. They can reach Interpol. We have your picture of your passport still. We still have your picture on the internet, right? You're so laughing. You're so stupid. Even if you're gonna call the police of Canada, police of Quebec, police of Alberta, police of Calgary, police of Ontario, and the police of entire world, you will never find my real passport. You fucking dump. What do you think when you're რას გრძნობთ, როცა ამას კიდევ ერთხელ უსმენთ? Bad memories. ცუდი მოგონებებია. როგორ შეიძლება იყო ასე დარწმუნებული საკუთარ თავში, როცა ინვესტიციას აკეთებ? და ამავე დროს როგორ შეიძლება იყო ასეთი მიმდობი? ენდობოდე ვინმეს, ვინც ასე შეგაცდინა. ამ ქალს არანაირი სინანული არ აქვს. არც გული აქვს. დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ასე მოექცე ვინმეს. და მან თავად აღიარა, რომ ჩართული იყო ამ ყველაფერში. როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება? დაუჯერებელია. მაგრამ თქვენ შეძლებთ და მას სიმართლე აღიარებინეთ. კი, ეს ერთადერთი კარგი რამაა, რაც მოხდა. ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ გამოავლინოთ ეს თაღლითები.
სინამდვილეში მარი რობერტსი პროფესიონალი სკამერია და თბილისში თაღლითურ კოლ-ცენტრში მუშაობს. ის გულმოდგინედ ფარავდა კვალს, იყენებდა ყალბ-სახელს, ფოტოებსა და პასპორტს. თუმცა ჩვენ ის ვიპოვეთ. თვეების განმავლობაში ვსწავლობდით კოლ-ცენტრიდან გამოჟონილ შიდა მიმოწერებს. აღმოჩნდა, რომ აგენტები საკუთარ თავს სკამერებს, ანუ თაღლითებს უწოდებენ. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, შიდა მიმოწერებში ხანდახან ერთმანეთს რეალური სახელებით მიმართავდნენ. ისინი თავს იწონებდნენ ფუფუნებით სავსე არდადეგებით, ძვირფასი სამკაულებითა და ბრენდული ტანსაცმლით. საუბრობდნენ მეუღლეებზე და სხვა პირად დეტალებზე. ამ ყველაფრის ანალიზითა და დეტალების შეკრებით, ჩვენ შევძელით მარი რობერტსის ნამდვილი ვინაობის დადგენა. ის მარიამ ჩარჩიანი აღმოჩნდა. მისი თვიური ხელფასი ხშირად $20,000 აჭარბებდა. ამავე კოლ-ცენტრში მუშაობს მისი და, ვერიკო ჩარჩიანი, ყალბის სახელით ვერონიკა ნოვაკი. ჩვენ მხოლოდ დებს არ მივაგენით. გავიგეთ თაღლითური კომპანიის სახელიც. გავშიფრეთ მისი დამფუძნებელი, კოლ-ცენტრის აგენტები და მათი ბოსი. მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ კოლ-ცენტრს თბილისის ცენტრში მინიმუმ 3 ოფისი აქვს. დიღომში, შარტავას ქუჩაზე და ქავთარაძის 13-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან სულ რაღაც 500 მეტრში. ამ სქემის უკანდგომი კომპანია AK ჯგუფია, სადაც სულ მცირე 85 ადამიანი მუშაობს. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე თაღლითურმა კოლ-ცენტრმა 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და $35.3 მილიონი შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად კომპანიის შესახებ საჯაროდ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. აგენტები ყალბის სახელებით, ფოტოებითა და პასპორტებით საგულდაგულოდ იმალებოდნენ, თუმცა საახალწლო წვეულებაზე გადაღებულმა ფოტოებმა მათი ვინაობა გაამჟღავნა. ჩვენ AK ჯგუფის 2023 წელს გადაღებულ ფოტოებს მივაგენით. ეს არის 36 წლის მერი შოთაძე. ბიზნესის რეესტრის მიხედვით AK ჯგუფის დირექტორი და ერთადერთი მფლობელი სწორედ ის არის. გამოჟონილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ შოთაძე გამოგონილ სახელს ქსენია კოენს იყენებს. მას ჰყავს კამერების ჯგუფი, რომლებსაც ტოპ აგენტებს უწოდებს. ის აგენტებისგან დღეში მოითხოვს მინიმუმ $30,000 გამომუშავებას. თვის ბოლომდე დღეში გჭირდება 30,000 და სანამ 30,000 არ გავატარებთ დღეში, იცოდეთ აქედანვე, არ გავდივარ სამსახურიდან. 7 უძლიერესი retention აგენტის ხედხართ ამ თემაში. 30,000 დღეში თქვენთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და ერთი და იგივე თემაზე ნუ მიწევს ბევრი საუბარი. დაფუშეთ თქვენი კლიენტები და ფული გაატარეთ. სტუდია მონიტორმა არაერთხელ დააფიქსირა მერი შოთაძის ავტომობილი ქავთარაძის 13-ში, თაღლითური კოლ-ცენტრის მიმდებარედ. ტოპ თაღლითების ხელმძღვანელი ავტომობილის სერიად მის ყალბ სახელს კოენს იყენებს. მერი შოთაძე წლების განმავლობაში მოსკოვთან ახლოს ქალაქ ხიმკიში ცხოვრობდა. სოციალური ქსელების მიხედვით მას დღევანდელისგან განსხვავებით მოკრძალებული ცხოვრების სტილი ჰქონდა. ახლა აგენტები შოთაძეს დედოფალს ეძახიან. თავად კი ტელეგრამზე გვირგვინის სიმბოლოს იყენებს და ფოტოზე $18,000 ღირებულების როლექსის საათით იწონებს თავს. თაღლითური კოლ-ცენტრის რეალური ბოსი მერი შოთაძის სახელს მიღმა იმალება. კომპანიის დოკუმენტებში არ ჩანს, თუმცა კოლ-ცენტრიდან გამოჟონილმა მასალებმა ისიც გამოააშკარავა. ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ კამერები, არამედ მერი შოთაძეც უფროს უწოდებს, 33 წლის აკაკი ქეფხიშვილია. სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მან სკოლა ბაქოში დაამთავრა. თაღლითური კოლ-ცენტრის მმართველი ორივე მუხლზე, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის აღნიშნულ სტატუსს ატარებს. წლების წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ის ცეცხლსასროლი იარაღების მიმართაც გამოხატავდა სიმპათიას. თაღლითური კოლ-ცენტრის ბოსი ოფიციალურად მხოლოდ 300 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს ზესტაფონში და საპარკინგე ადგილს დიდ დიღომში.
რეალურად ის ამავე კორპუსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ჩვენ გავარკვიეთ, რომ 2024 წელს აკაკი ქეფხიშვილის დედამ 4 უძრავი ქონება შეიძინა 2,33,700 ლარად. ნასყიდობის დოკუმენტში საკონტაქტო ინფორმაციაში აკაკი ქეფხიშვილის პირადი იმეილია მითითებული. ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. კერძო სახლი მიწის ნაკვეთით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ ძვირად ღირებულ უბანში. 607 კვადრატულ მეტრ მიწასა და 433 კვადრატულ მეტრ სახლში აკაკი ქეფხიშვილის დედამ 1,825,500 ლარი გადაიხადა. აკაკი ქეფხიშვილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ძვირად ღირებული Volvo. ჩვენი გამოძიების მიმდინარეობისას თაღლითური კოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა ახალი ავტომობილი Range Rover ავტობიოგრაფი შეიძინა. ავტომობილის ფასი 365,000 ლარიდან იწყება და $1,000,000 ლარს აჭარბებს. კოლ-ცენტრის შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით აკაკი ქეფხიშვილი გამუდმებით ანაღდებს თანხას, რომელიც თაღლითური კომპანიის ანგარიშზე ირიცხება. მხოლოდ 2024 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ქეფხიშვილმა მინიმუმ $130,000 გამოიტანა ნაღდის სახით. სტუდია მონიტორი აკაკი ქეფხიშვილისთვის კითხვების დასმა შეეცადა. თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის ბოსი სახლში ღამის 3 საათზე მივიდა. პირად დაცვასთან ერთად. ჟურნალისტების დანახვაზე ქეფხიშვილი მანქანაში ჩაჯდა. ბატონო აკაკი, თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები. ეს მანუჩარ გეთია, აკაკი ქეფხიშვილის პირადი დაცვა. ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია გამოჟონილ დოკუმენტებშიც ვნახეთ. პოლიციელი ვარ, მე რა. გეთია, რომელიც თავს პოლიციელს უწოდებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია. კოლ-ცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ აკაკი ქეფხიშვილი მოუწოდებს აგენტებს უფრო აგრესიული ზეწოლა განახორციელონ კლიენტებზე, რათა მათ მაქსიმალური თანხა გამოსცალონ. აქ აკაკი ქეფხიშვილი აგენტების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელს ლანა ლიმანს წერს. მთელი დღე რომ კოლზე მოგიწიოს ამისთვის ჯდომა, უნდა იჯდე მთელი დღე. მაგასაც გამოვასწორებ და კიდე ის კლიენტიც დაიძრა. ყველაფერი კარგად იქნება. დედას ვუტირებ გპირდები. პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძალიან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი, რასაც შენ თვლი რომ საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის. არის უფროსო. აღარ გამიმაზვა ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ და ემოციები გათიშე საერთოდ. ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე კოლს რომ უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი ემოციების გარეშე. კარგი. ჩვენ ლანა ლიმასის ვინაობაც გავარკვიეთ. ის 26 წლის ლანა ვახტანგაძეა. ერთ-ერთი წამყვანი სკამერი. კლიენტებისგან მოტყუებით მან მხოლოდ 2023 წლის ივნისში $35,000-ზე მეტი გამოიმუშავა. 2024 წლის იანვარში $28,550 მიიღო. რამდენიმე თვეში კი დიდრული ქორწილი გადაიხადა კოჯორში მდებარე ველნეს კურორტ ბიოლში. სკამერი ქორწილში ვერტმფრენი ჩაფრინდა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა. რომელი მილიონერის ქორწილია? კითხულობდა ხალხი. თაღლითური კოლ-ცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ ტოპ აგენტები თვეში $20,000-ზე მეტს გამოიმუშავებენ. სკამერები ერთმანეთთან კონკურენციაში ცერთვებიან კომპანიის მიერ დაწესებული ისეთი პრიზებისთვის, როგორიცაა ავტომობილი BMW და ბოლო მოდელის iPhone-ი. სკამერების შიდა მიმოწერიდან ჩანს, როგორ ელოდებიან ხანდახან მთელი ღამე კლიენტებისგან ფულის ჩარიცხვას. წუხელაც გავათენე კანადელებს რომ რატო გვიანობამდე იყავი? ფულს ველოდებოდი რომ დაესვათ. 4-ისკენ გავედი. $55,000. როგორ იყენებენ კლიენტების პირად ინფორმაციას თავიანთ სასარგებლოდ? დოხუი წავართვი. ცოლი მშორდებაო და ბანკის სახლს მიყიდისო. როგორც სტილის ეგრეც არ უჭირს სავარაუდოდ. გააძრეთ ცოლის ნომერი დავსკამოთ ეგ ბო. როგორ ცინიკურად მოიხსენიებენ მსხვერპლებს. Did you receive money? Shahid?
No. Check your Monzo right now. It's there. Shahid, I want to tell you something, okay? You need to listen to me pretty close, okay? Do you hear me? Yeah. Shahid, I know you're a poor man. I know that you really love your wife and family. But Shahid, you just learned the lesson of your wife. You got scammed, okay? No one is gonna give you money, Shahid. That's the reality, okay? If anybody calls you and tells you to invest there, or if you search any website which offers you invest money, don't do that, Shahid. Scammed you, maybe I scammed you for 1,000 British pounds, but trust me, Shahid, I lied to you. Listen, Shahid, I lied to you. Yeah, Shahid, I'm sorry. AK ჯგუფის კამერების მსხვერპლი გახდა რუსულ აგრესიას სამშობლოდან გერმანიაში გაქცეული უკრაინელი ქალი ოქსანა. თაღლითური კოლცენტრის აგენტებისგან ერთხელ უკვე გაძარცვული იყო. მეორე აგენტმა კი მას მაშინ დაურეკა, როცა ქალი ომში დაღუპულ ძმას გლოვობდა. Алло. Оксана, здравствуйте. Здравствуйте. Оксана, меня зовут Леонид, компания «Адмирал». Вы ранее работали с нами, но почему-то долгое время не проявляется ваша активность. Звоню узнать, в чем причина. У вас все хорошо? Потому что заблокировали мои счета, забрали все мои деньги и все. Нет, никто ничего не забирал, ваши деньги лежат у вас заблокирован, конечно, аккаунт, потому что много раз пытались ввести пароль неправильно. Хорошо, скажите, пожалуйста, может, я могу чем-то помочь? А чем вы поможете? У меня брата хоронят, на войне убили, чем поможете? В смысле брата хоронить? Объясните, пожалуйста. Ну, погиб как солдат на войне. Да вы что, сочувствую. Да. Ай, да, это очень плохо. Так, скажите мне, пожалуйста, когда мне с вами связаться и на каком номере у вас есть телеграм, я могу написать вам на телеграме, вы можете мне написать: Леонид, неудобно говорить, я смогу вам позвонить. ქართველის კამერების მსხვერპლებს შორის შვედეთის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. 68 წლის ყოფილი ჟურნალისტი ანიკა პენსიონერია. მას ძვირადღირებული სტომატოლოგიური მომსახურებისთვის თანხა სჭირდებოდა. Facebook-ზე მომხიბვლელ რეკლამას წააწყდა, რომელიც ფულის მარტივად შოვნას პირდებოდა. სწორედ ასე გაება სკამერების მახეში. მას აგენტმა დაურეკა, რომელიც ანტონი ადამსად გაეცნო. He was very nice. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანდა. ძალიან ბევრს საუბრობდა, დაინტერესებული იყო ჩემით და ჩემი ცხოვრებით. მკითხა, ჩრდილოეთ შვედეთში ცხოვრობო? მითხრა, რომ სულ უნდოდა ჩრდილოეთის ციალის ნახვა. მას შემდეგ, რაც ანიკას ანტონი ადამსმა 65,000 შვედური კრონა მისი დანაზოგი სრულად გამოსცალა. დამატებით 100,000 შვედური კრონა სესხა დააღებინა ბანკიდან. Well, he said if you do this now. მითხრა, თუ კიდევ დავამატებდი თანხას, ჩემი ბიტკოინის ჯამი 3-ჯერ მეტი იქნებოდა. მარწმუნებდა, რომ რამდენიმე დღეში მივიღებდი წარმოუდგენელ მოგებას. მე არ ვიყავი დაინტერესებული დიდი მოგებით. მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებისთვის მჭირდებოდა თანხა. თუმცა ვიფიქრე, რომ თუ დიდ მოგებას მივიღებდი, ამ თანხებით დავეხმარებოდი ჩემ მეგობრებს, რომლებიც ჩემსავით ღარიბები არიან. როდესაც გავაანალიზე, რომ ის ჩემი მეგობარი სულაც არ იყო და მხოლოდ ჩემი გაძარცვა სურდა. რთული აღსაწერი არ ავიგრძენი. სასოწარკვეთილი ვიყავი, თავისულელი მეგონა. მოტყუებულად ვიგრძენი თავი და ძალიან მრცხვენოდა. ვფიქრობდი, 68 წლის ვარ, ჟურნალისტი ვიყავი. როგორ შეიძლება ასეთი სულელი ვიყო? ანიკა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. მან წერილი დაწერა თაღლითისთვის, რომელმაც ის გაძარცვა. Dear Tony. ძვირფასო ტონი, გწერ ანიკა ჩრდილოეთ შვედეთიდან. 1 წლის წინ შენ დამეხმარე მთელი ჩემი დანაზოგის დაკარგვაში და ბანკიდან ამაღებინე 100,000 შვედური კრონა სესხად. მას შემდეგ მე უბედური ვარ. სრულიად ჩავიკეტე. არ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, როგორ გამაცურეს. ჟურნალისტებმა გაიგეს სად მუშაობ და გადაწყვიტეს გამოგააშკარავონ. შენ ხალხის მოტყუების ექსპერტი ხარ. ეს ბედნიერებას განიჭებს, ღამე კარგად გძინავს, როცა იღვიძებ ამაყობ საკუთარი თავით. მე ვფიქრობ, ერთხელაც შენ მიხვდები, რამდენ ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება. შეძლებ მშვიდად სიკვდილს, ტონი? ანიკა, სუსხიანი ჩრდილოეთ შვედეთიდან.
ანიკა ჟურნალისტებთან ერთად ქავთარაძეზე თაღლითურ კოლ-ცენტრში მივიდა. ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს. We know that people are being scammed in here. But when will people get their money back? სტუდია მონიტორის კამერამ დააფიქსირა, როგორ გამოყვა ოფისიდან გამოსულ ჟურნალისტებს მამაკაცი, რომელმაც მათ ავტომობილებს ფოტოები გადაუღო. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს ლევან გოგიაა, AK ჯგუფის დაცვის თანამშრომელი, რომელიც 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო. ის AK ჯგუფის საახალწლო წვეულებაზეც იმყოფებოდა. Right here, right now is all we got. სოფლიოს ათობით ქვეყნის მოქალაქეების თანხების მოტყუებით მითვისების შემდეგ AK ჯგუფმა 2024 წელს კიდევ უფრო პომპეზური საახალწლო წვეულება გამართა. ღონისძიებას ორი მოწვეული ცნობილი წამყვანი უძღვებოდა. შოუს კი კაბარეს მოცეკვავეები აფორმებდნენ. დასასრულს სკამერებს კომპანიის ლოგოთი გაფორმებული ძვირად ღირებული ტორტით გაუმასპინძლდნენ. თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის ხელმძღვანელებს და აგენტებს კითხვებით მიუმართეთ. არც ერთ მათგანს პასუხი არ მოუწერია და სოციალურ ქსელებში ანგარიშები გააუქმეს. სავარაუდოდ დაიხურა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისიც. კითხვები ჰქონდა კანადელ მარსელს, მერი რობერტსთან, იგივე მარიამ ჩარჩიანთანაც. Hello, Mariam. Hello. Hey, Mariam, how you doing? It's Marcel. You don't remember me? You told me I could never find you. I could never reach you. Yes, but can you remind me yourself, please? I don't quite remember you. You don't remember me, Marcel. It's Marcel. No, I don't remember you. Okay, you live in Tbilisi, right? Georgia? You do? Well, no. Are you Mariam Chachyan? Or are you Mary Roberts? Hey, Mariam, you stole money from me. We found you. Call ended.